მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე და გიორგი თავართხილაძე განვიხილავთ ირაკლი კობახიძეს სარეკლამო ვიდეოს Eagle Hills-ის შესახებ. გიორგი, მოდი დავიწყოთ და ჩართე ეს ვიდეო და თან მაყურებელსაც მე გაჩვენებთ კადრში ქვემოთ რას ლაპარაკობს და ყველა ერთად გავიგებთ ხმასაც. მოусმინოთ. როგორც იცით, სოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან Eagle Hills-ი რამდენიმე თვეში დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს ბრძანაში და გონიაში. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, რომელიც ქართული ეკონომიკის განვითარებას სრულიად ახალ სტიმულს მისცემს. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 16,000 საცხოვრებელი სახლის ამბინის მშენებლობას, სასტუმროების მშენებლობას 1400-ზე მეტი სასტუმრო ნომრითა და აპარტამენტით, საოფისე, სავაჭრო გასართობის, სპორტული და სხვა კომერციული სივრცეების მშენებლობას. დასთავარია პროექტი პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობაზე სხვადასხვა სახით. პირველი დასაქმება. Eagle Hills-ის პროექტი მშენებლობის ეტაპზე 24,000-ზე მეტ, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ 800-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. ხო. ესე იგი, ირაკლი კობახიძე გვეუბნება, რომ 24,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება მშენებლობის დროს და 800 ადგილი სამუშაო მას შემდეგ რაც აშენდება. რა კომენტარს გააკეთებ შენ გიორგი? პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ თავიდან ინვესტორმა განაცხადა და მათ ოფიციალურ ვებგვერდზეც წერია, რომ 30,000 სამუშაო ადგილზე იქნება საუბარი, დაახლოებით ირაკლი კობახიძეც იგივე ამბობს მთლიანობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის აქ არის ის, რომ ეს 24,000 სამუშაო ადგილი არ იქნება მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილები. ყველამ კარგად ვიცით, რომ სამწუხაროდ საქართველოში მშენებლობის სექტორში ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი იაფი მუშახელი საქმდება უცხოეთიდან. იქნებიან მათ შორის ეს რუსები, იმიტომ რომ ბათუმში დეველოპერული სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს წაღებული რუსებს და ისინი ასაქმებენ მერე თავისი ეროვნების და თავისი მოქალაქეობის მქონე ადამიანებს და არა მხოლოდ ბათუმში, არამედ თბილისშიც დაბალბიუჯეტიანი პაკისტანელების, ინდოელების და სხვა საქართველოს არამოქალაქეების სახით არიან ძირითადად დასაქმებულები სამუშაოებზე. ამიტომ აქაც მოლოდინი არის, რომ სინამდვილეში ამ 24,000 ადამიანიდან რამდენი იქნება ქართველი, არავინ არ იცის და თუ შევხედავთ გარშემო რაც ხდება, გონივრული ვარაუდი არსებობს, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა ისევ ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე იქნებიან არაქართველები. ხო, მე აქ ცოტა კიდე სხვანაირად გავამახვილებდი ამაზე ყურადღებას, რომ ირაკლი კობახიძე 21 საუკუნეში სიამაყით აცხადებს იმას, რომ მშენებლობაში დასაქმდებიან ადამიანები და მერე მომსახურების სფეროში. და ამას ამბობს, რომ ვითომ აი ძალიან მაგარი ამბავია, რომ რა კარგია ამდენ სამუშაო ადგილს ქმნიან. თანამედროვე სამყაროში ყველაზე ზოგადად რისკიანც უნდა ისწრაფოდეს ხელისუფალი, ის უნდა ისწრაფოდეს, რომ მაღალანაზღაურებადი და გრძელვადიანი სამსახური, რომელიც ასევე ინტელექტუალური განსაკუთრებით ინტელექტუალური დატვირთვის მქონე ან სხვა უფრო ღირებული დასაქმება შექმნას ქვეყანაში, ვიდრე დროებითი და ასეთი მძიმე პირობებში მუშაობა. ეხლა რატო უსვამ ამას ხაზს? მე დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძეს წარმოდგენა არა აქვს მშენებლობაზე სამუშაო რას ნიშნავს, ან მომსახურების სფეროში თუნდაც ოფიციანტა და ნებისმიერ სასტუმროში მუშაობა არის კატასტროფული შრომა. ამას მე ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ყოფილიყო ამაში დასაქმებული, მით უმეტეს იმ ფასად, რასაც ამ შრომაში იხდიან. და მე მგონია ნებისმიერი ხელისუფლება და ძალიან მალე საქართველოს ხელისუფლება იქნება, რომელიც იზრუნებს, რომ გრძელვადიანი მაღალ შემოსავლიანი სამსახურები კონდეთ საქართველოს მოსახლეობას და ასეთი ინვესტიციები მოიზიდოს. რაზე ვამბობ მე? მაგალითად, NVIDIA, ეს არის სოფლიოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია, რეგიონში ხსნის დატა ცენტრებს, ანუ მონაცემების დამუშავების ცენტრებს. არა, ეხლა ამას კონკრეტული მნიშვნელობა ზუსტად რო არ ახსნათ რა არის, მაგრამ მნიშვნელოვანი აქ რა არის, რომ ჯამში ყაზახეთში და სომხეთში NVIDIA დებს დაახლოებით იგივე 6 მილიარდ დოლარს და აშენებს ამ ცენტრს. ამ ცენტრის მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანებიც კი გაცილებით მეტ ხელფას მოიხმარენ, უბრალოდ გაცილებით მეტ ხელფას აიღებენ. ასევე ეს ხალხი სამომავლოდაც ყოველთვის იპოვის სამსახურს, იმიტომ რომ თანამედროვე საქმეა და კიდე ვინც დასაქმებდა ამ დატა ცენტრში საერთოდ განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანები იქნებიან და მაგალითად დღეს რომ ქვეყნიდან გადის ხალხი და ესეთი ნიჭიერი ახალგაზრდები ტოვებენ ქვეყანას, რომ თქვა Amazon-ში იმუშაოთ, ან Google-ში იმუშაოთ, აქ დასაქმდებიან ამ ქვეყანაში, თუ მსგავსი ინვესტიცია ექნებოდა საქართველოში და ეს
ადამიანი დღეს სიამაყედ გვითხოვებს რომ ასეთ სამუშაო ადგილებს შექმნის. კიდევ უარესი ის არის რომ ეს დროებითია. ბოდიში კიდევ უარესი ის არის რომ ეს სამსახურები არის დროებითი 24000 მშენებელი მაგალითად ან რო პროექტი რო დასრულდება სა უნდა წავიდეს მე ეს კითხვა მაქვს და იმ ოჯახებს რა უნდა უთხრათ რომ აი ბოდიში ხა დაგასაქმეთ 1 წელი თუ 2 წელი და მერე სა უნდა წავიდნენ იმიტომ რომ მსგავსი მშენებლობები აშენდა ეს თბილისი რა ვიცი გადაივსო ანუ უბრალოდ რესურსიც კი არა რომ იმდენად ხშირი მშენებლობები მოიზიდო ხო რომ სულ მუდმივად ეკონომიკაში მსგავსი რაღაცები ქონდეს ფიზიკურად ეს მშენებლობები მოითხოვს ადგილს, ხო ეს კორპუსი არ არის რაღაც მასშტაბირება, სულ რო კორპუსები ჩადგა, ხო? და ზუსტად მსგავსი რაც თქვი რაც სომხეთში და ყაზახეთში იდება მსგავსი ინვესტიცია არის ისეთი რომელიც ბევრი შეიძლება ააშენდეს და ყოველთვის მოთხოვნადი კადრი ხარ. ამ შემთხვევაში კიდე ეს ანუ სიამაყით ამბობს ამ რავი სულ სიგიჟე ჩემი აზრით. კი, არაფერი განსაკუთრებული იმაში რომ ესეთი სამუშაო ადგილი იქნება არ არის, იმიტომ რომ თუ სამუშაო ადგილს ქმნი, ყველაზე ნაკლებად უნდა გინდოდეს ესეთი დროებითი, დაბალკვალიფიციური, დაბალანაზღაურებადი სამსახურის და სამუშაო ადგილის შექმნა. კომპანიის პოლიტიკის თანახმად პროექტის უშუალო განხორციელებას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები, რაც ქვეყანაში ბიზნეს სექტორის განვითარებასაც. ესეც მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, გავაჩეროთ კი, მოდი დაიწყე და მე გავაკეთებ. ანუ კობახიძე აქ გვეუბნება რომ ძალიან მაგარია რომ ამ მშენებლობას უზრუნველყოფენ ქართული კომპანიები, ანუ ქართული სამშენებლო კომპანიები. რომელი კომპანიებია ეს? შემთხვევით კალაძის წილები და სხვა ჩინოვნიკების წილები რო არის იმ კომპანიებზე ხო არ არის საუბარი? კი, ასეთ კომპანიებზე საუბარი, იმიტომ რომ საქართველოში ტენდერებს თუ ვინმე იგებს, მით უმეტეს ამ მასშტაბის ტენდერებს არიან ყველანი ხელისუფლებასთან დაახლოებული. და აქ მეორე მომენტია, ხომ არ გახსოვთ შემთხვევით, აი უახლოეს ჩვენ რამოდენიმე კვირის წინ დაიჭირეს ადამიანები, მათი გარემოცვის წევრები, ესე რომ ვთქვათ, რომლებმაც სკოლები და ბაღები არ ააშენეს მაგალითისთვის და სხვა პროექტებზე უამრავი მსგავსი სიტუაცია იყო ბოლო თვეების განმავლობაში. არ ააშენეს. ხო, მათ შორის. კი და შესაბამისად კითხვა ისმის აქ ეს სამაყო კი არა ეს ტრაგედია ისევ ჯობდა სხვა კვალიფიციურ სამშენებლო კომპანიების მიზნზე თორე ესენი ვისაც მისცემენ კონტრაქტებს ზუსტად ვიცით იქ სხვა შეიძლება ამ ვიდეოში კარგად ჩანს წარმოდგენილები არიან ის დეველოპერები რომლებიც მათ სიახლოვეს და მათ ახლოს არიან და ყველა სახელმწიფო პროექტს ისინი ასრულებენ მათ შორის ვიცით რომ აი მაგალითად ცემენტთან დაკავშირებით ბიზნეს ინტერესები პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს გააჩნია ამიტომ ამ ყველაფრიდან თუ ვინმე იხერილებს ისევ მათი ელიტა კორუფციასთან დაკავშირებული ელიტა და მეორე მხრივ ის რომ ქართველები იქნებიან ასეთი კომპანიების სათავეში არაფერი შეღავათი არ არის დასაქმებულების თვალსაზრისით იმიტომ რომ ეს ქართველები ბათუმსა და თბილისში უკვე იყენებენ უცხოელ მუშახელს ყველამ კარგად ვიცით ამას არანაირი სტატისტიკა არ ჭირდება ქუჩაშიც ჩანს ხოლმე უცხოელ მუშახელზე მნიშვნელოვანი აი ამის ხაზგავლება მინდა ისევ და ისევ რატო ვადარებთ სხვა ტიპის ინვესტიციებს ხო ქვეყანაში იმიტომ რომ ფიზიკურად სხვა ტიპის ინვესტიცია მაგალითად ტექნოლოგიებში ინვესტიცია ფიზიკურად ვერც დაასაქმებ იაფ მუშახელს იმიტომ რომ ჭირდება მაღალი კვალიფიკაცია რომ ვიღაცამ დატა ცენტრი აგიშენოს მაგალითად მაგას ჭირდება მაღალი კვალიფიკაცია და მაგას ფიზიკურად ვერ მოიზიდა დაბალ ხელფასზე ვერავის და აქ ზუსტად ეგ ლოგიკურია ანუ ეს ბიზნესის აზრს ეწინააღმდეგება რომ ძვირი გადაიხადო აი რატომ გადაწყვეტენ ეხლა ქართული მშენებლები აი ესენი განსაკუთრებით თორე მე ყველაზე არ ვამბობ და მართლა არ მინდა რომ ყველას ერთი იმის ქვეშ დავაყენო რა თქმა უნდა დარწმუნებული რომ კარგი კომპანიებიც იქნება სადაც რაღაც სხვა მიდგომები აქვს მაგრამ ეს ხალხი ყველგან ერთი და იგივეს აკეთებს და ეგ მეორე მხრივ ალოგიკურიც არ არის იმიტომ რომ შენ ცდილობ რომ ყველას ეგ мотиваცია აქვს რომ რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯი გასწიოს თავის საქმის კეთების დროს და იაფი მუშახელიც ამიტომ არის ხო თან არანაირი ვალდებულება არ აქვს მინიმუმ ამას კი ამბობს რომ ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნებაო კობახიძე ამას ამბობს რომ იქ არსად არ ამბობს რომ ვალდებულება აქვს მათ ქართველები დაასაქმნონ კი გავაგზავნოთ ეკონომიკური ზრდა პროექტის მხოლოდ პირდაპირ ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე იქნება დაახლოებით 11 მილიარდი ლარი მესამე სახელმწიფო ბიუჯეტის და შენებლობის დაწყების დღიდან ყოველწლიურად ბიუჯეტში გადასახადების სახით შევა საშუალოდ სულ მცირე 500 მილიონი ლარი. გარდა ამისა, ხელშეკრულების თანახმად სახელმწიფოს პროექტის მოგებიდან დარჩება 33%, რაც საქართველოს ბიუჯეტს 10 წლის მანძილზე დამატებით სულ მცირე 2 მილიარდ ლარს მოუტანს. ეს კი აი ეს გავაჩერდ ეს არის მნიშვნელოვანი პუნქტი. ხო.
ესე იგი, რას ამბობს კობახიძე? სახელმწიფო იქნება 33 წლის მფლობელი ამ კომპანიაში და 10 წლის განმავლობაში ამ 33%-ით 10 წლის შემდეგ ჯამში დარჩება 2 მილიარდი ლარი. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ დანარჩენი 67% ვისაც ეკნება, ანუ Eagle Hills ამ შემთხვევაში, იმათ 10 წლის თავზე დარჩებათ 4 მილიარდი ლარი. მოგების სახით. ესე იგი, ეს ამბობს კობახიძე ამით, რომ 6.5 მილიარდ დოლარს დებს ვიღაცა პროექტში, რომ 10 წლის თავზე ამონაგების სახით მიიღოს 4 მილიარდი ლარი, რაც არის დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარი, ხო? ანუ ჯერ ერთი ისეთ ქვეყანაში როგორც საქართველოში დებენ ინვესტიციას ყოველთვის გაცილებით დიდ ამონაგებს ელოდებიან, მით უმეტეს ამხელა ინვესტიციაზე, უპრეცედენტო ინვესტიციაზე და წარმოუდგენელია, რომ ვინმეს ინტერესი იყოს, მე დარწმუნებული რა ვიცი, რომელიმე ბანკში, თუნდაც იგივე საქართველოს ბანკში შეიძლება ჩადოს იგივე ამონაგებით ეს ბული, იმაში რა ქვია, თუნდაც 10%-ად წლიური იყოს ის ამონაგები. ხო, და ამიტომ შეიძლება ელოდეს. ამიტომ ამბობ, მე არ მჯერა ჯერ ერთი ვინმე რომ ამას გააკეთებს, ფინანსურად უბრალოდ გაუმართლებელია ეს ამხელა ასე ვთქვათ ინვესტიციის ჩადება ამ ამონაგები და მით უმეტეს საქართველოში რომელიც ეხლა არ არის სტაბილური ქვეყანა ფაქტია მით უმეტეს ამ მართლობის დროს და რა ვიცი პერმანენტული არასტაბილურობაა და ღმერთმა იცის ესენი როდის რას გააწყვიტავენ ხან ევროკავშირიდან ევროკავშირში აღარ შევდივართ ხან კიდე ახალ რაღაცას გამოაგორებენ ამიტომ გეოპოლიტიკურადაც ამათი სანდოობა არანაირი არ არსებობს და აქედან გამომდინარე აი ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტალური კითხვა კი ამავდროულად მნიშვნელოვანია ის რომ სავარაუდოდ როგორც ხდება ხოლმე საქართველოში დეველოპერული ბიზნესი აკეთებს ასე ის არ დებს მთლიან საინვესტიციო თანხას პროექტში არამედ დებს გარკვეულ ნაწილს რომელიც თავიდან მას აქვს და შემდგომ ინვესტიციებს იზიდავს ხოლმე ან ბანკის სესხების მეშვეობით უკვე უძრავი ქონების უზრუნველყოფით ან უკვე გაყიდული უძრავი ქონებისგან მიღებული თანხის რეინვესტირებით. ამიტომ დიდი ალბათობით ამ შემთხვევაში სულ რომ მართლა ინვესტორი შემოდიოდეს და არ იყოს ეს უბრალოდ იმიჯის მისი სახელის გამოყენება ივანიშვილის მიერ, დიდი ალბათობით აქაც არ მოიგონებენ რაღაც სიახლეს და საწყისი თანხა იქნება რამოდენიმე შესაძლოა ასეული მილიონი და არა 1 მილიარდი თუნდაც, რომლის მეშვეობითაც დაიწყებენ საწყისად მშენებლობას, ასევე გაყიდიან წინასწარ გარკვეულ ქონებას და შემდეგ ამ თანხის რეინვესტირება შეიძლება მოხდეს. ეს გამოცდილება ამ კომპანიას უკვე აქვს ბელგრადში, სადაც მშენებლობის ნახევარია დასრულებული და უკვე ცხოვრობენ იქ ადამიანები. ამიტომ დიდი ალბათობით აქაც იგივესთან გვექნება საქმე. ამიტომ არ ვიცით ჯერ ერთი რა საწყისი კაპიტალი აქვს ამ კომპანიას, იმიტომ რომ საიდუმლოა და ამას ისე გავიგებთ და შესაბამისად არავითარ ერთჯერად 6 მილიარდიან ინვესტიციაზე საუბარი აქ არ არის. ხო და აქ პატარა მათემატიკური გამოთვლაც გავაკეთოთ რომ მე დაგჭირდება. ესე იგი თვითონ ამბობს ამ ვიდეოში ცოტა გვიან რომ 2.2 მილიონი კვადრატული მეტრის ესე იგი ფართობი აშენდებაო და 6.5 მილიარდს დებენ რომ გავთვალოთ უხეშად კვადრატული მეტრის თვით ღირებულება ანუ რაც დაუჯდება მხოლოდ მშენებლობა ინვესტორს არის $3,000 აი ეს ციფრი დავიმახსოვროთ და მე საინტერესო რაღაცა სიტყვის კობახიძე გარდა ამისა Eagle Hills-ის პროექტი ახალ შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, ახალი ტურისტული პროდუქტების, ტურისტებისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას, რაც განსაკუთრებით აჭარის რეგიონს დაეხმარება, გახდეს 4 სეზონიანი ტურისტული. ამაზე უცებ ვიტყვი. ადამიანი გვეუბნება რომ აჭარის სანაპიროზე ახალი დასახლების შექმნის შედეგად აჭარაში ტურიზმი გახდება თურმე 4 სეზონიანი. როგორ შეიძლება ზღვის სანაპიროზე, სადაც სეზონი არის ზაფხულში და ზაფხულში არიან ძირითადად ტურისტები იქეთკენ მიმართული, ახალი დასახლების და სასტუმროების გაჩენამ როგორმე გადააქციოს აჭარა 4 სეზონიან ცენტრად. იმისთვის რომ აჭარა იყოს 4 სეზონიანი ტურისტული მიმართულება, ამისთვის საჭიროა რომ ერთი ზამთრის კურორტები განვითარდეს და უკვე რამდენი წელია აშენებენ გზას გოდერძიმდე, რომელიც ვერადავერ დასრულდა და შეიძლება მომავალ წელს დასრულდეს, მაგრამ რის ვაივაგლახით მივაღწიეთ და მეორე უნდა შენდებოდეს ისეთი ასე ვთქვათ დასასვენებელი ადგილები, ინფრასტრუქტურა თვითონ აჭარის შიგნით, სადაც არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ შემოდგომასა და ზამთარში შეძლებს ადამიანი დროის გატარებას და ზღვის სანაპიროზე ისედაც ჩადიოდნენ ზაფხულში ადამიანები
გაჩენები და ეხლა დამატებით კიდე ახალი სასტუმროების იქ გაჩენით, არავითარი 4 სეზონიანი ტურისტული წელი ჩვენ არ გვექნება. ამიტომ ეს არის ეს არის დემაგოგია. დემაგოგია და აქ ერთსაც დავამატებ. ტურიზმის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს საერთოდ. პირიქით მგონია რომ ერთ-ერთი კარგი მიმართულებაა საქართველოში, თუმცა ისევ და ისევ მნიშვნელოვანი ისაა რომ აქცენტ სახელმწიფო იმაზე რაც სინამდვილეში საშუალოდ მაინც ტურიზმი გაცილებით უფრო რთული სფეროა იმისთვის რომ მაგამ დიდი შემოსავალი მოგიტანოს, ხო? ანუ იდეაში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ტურიზმზე რო არის დამოკიდებული, განსაკუთრებით საკურორტო ზონებში, ეგ ერთის მხრივ ანუ ტურიზმი ზოგადად კარგია, იმიტომ რომ იმ ხალხს რაღაც შემოსავალი მაინც შეიძლება ქონდეს, მაგრამ მეორე მხრივ ცუდია, იმიტომ რომ ალტერნატიულ შემოსავლის წყაროს არ აჩენს საქართველოში არც ერთი ანუ ეს მთავრობა საერთოდ. ხო, თუნდაც იგივე რაც ჭირდება ტურიზმს გარდა საცხოვრებელისა, ეს ყველა სხვა პროდუქტი და მომსახურება საქართველოში არ იქმნება მარტივად რო ვთქვათ, ის ტურისტი ისევ იმ სნიკერს ჭამს, რასაც ჩვენ ვყიდულობთ უცხოეთიდან. ზუსტად. ბუნებრივია საქართველოს ეკონომიკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ამასშტაბის სტიმულირება სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისთვის. რაც უფრო ძლიერი და დამოუკიდებელია სახელმწიფო ეკონომიკური თვალსაზრისით, მით უფრო რთულია მისი დამოუკიდებლობის შერწყმა. ამაზეც უნდა ვთქვა რა, ეს ადამიანი გვეუბნება რომ თითქოს ჩვენი დამოუკიდებლობის მთავარი გარანტორი იყოს ეკონომიკური წინსვლა. ჯერ ერთი ეს ეკონომიკური წინსვლა რომ მხოლოდ ელიტის ჯიბეებზე აისახება, ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ თუ რამე სახელმწიფოს დამოუკიდებლობას განამტკიცებს, მეგობრებო, ეს არის პირველ რიგში ძლიერი თავდაცვა. და არ დაგვაუწყდეს რომ წლიდან წლამდე ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში ჩვენი თავდაცვის უნარიანობა განსაკუთრებით მეზობლებთან მიმართებით უკან და უკან იხევს. დამოუკიდებლობის სიმყარის და სიმტკიცის გარანტია თავდაცვაზე მეტად ჯერ არავის არ გამოუგონებია. რა თქინდა საუბარი იმაზე რომ ბიუჯეტი მცირდება და არ იზრდება ისე როგორც უნდა იზრდებოდეს. პირდაპირ თვითონ დაიჭირეს მინისტრის მოადგილე, რომელიც ჯარს ძარცვავდა. და თავდაცვის ორი მინისტრი არის და ბრალდებული. ღარიბაშვილი და ბურჭულაძე. ხო, ანუ რაზეა საუბარი, რა თავდაცვაზე საუბარი და ზოგადად ადამიანი რომელიც deep state-ს ებრძოდა ყველაზე ცხელვეებში. დაიჭირეს კორუფციაზე. სწორედ ამას უკავშირდება ისიც სრულზე აგებული ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა და მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ამ უპრეცედენტო და უნაკლო საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ წამოიწყეს. ვაჭროთ ერთი წამით აქაც ვიტყვი რა. ამ რიტორიკას კობახიძე და მისი გუნდი იყენებდა ყველაფერზე აქამდე რაც იყო. აქამდე კიდე პრობლემა ისაა რომ შეიძლება რაღაც პროევროპულ აქციათან დაკავშირებით ეს გადიოდა, მაგრამ დღეს როდესაც მთელი ქვეყანა, ანუ მათი ამომრჩეველიც კი, რომელიც კომენტარებში უკომენტარებს ყველაფერს, რასაც ფიქრობენ ამ პროექტის შესახებ, როგორ შეიძლება, ანუ ელემენტარული ქვეყნის პატივისცემაა, რომ ყველას აგენტი არ უწოდო. მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც მართლა მე არ ვეთანხმები ამ ადამიანებს, მაგრამ მართლა მხარს უჭერენ ქართულ ოცნებას და აი როდემდე გაუვათ ეგ, აი ეგ კითხვა მაქვს ყოველთვის რა, როგორ შეიძლება ყველას, ვინც არის ამ ქვეყანაში, ეხლა უკვე ყველას, ვინც ცხოვრობს ამ ქვეყანაში, აგენტი და უსამშობლო უწოდო. მე მგონი ეს იქნება კარგი მომენტი, როდესაც ხალხის დიდი მასა მიხვდება, რამდენად უაზროდ აი ესე ჰაერში ისვრიან ამ ტერმინს და როცა მიხვდებიან რომ ამ აგენტებში თვითონ ახლა კობახიძე მათაც გულისხმობს მიუხედავად იმისა რომ ისინი კობახიძეს უჭერდნენ ხარს რაღაც დროის განმავლობაში ალბათ უფრო მეტი მიხვდება რომ აბსოლუტური აბსურდია ის რაზეც იყო დაფუძნებული აქამდე მათი პოლიტიკა. ეს არის უბრალოდ პროპაგანდის იარაღი რომ იარლიყი მოგაკეთოს. შეხარ მოღალატე და აგენტი. ამიტომ იძახი ამას. всё. მაგარი არგუმენტია. მათი კამპანიის თითოეული პუნქტი ყალბია და მთლიანად სიცრუეზე აგებული. კერძოდ, პირველი. ისინი აცხადებენ, რომ შენდება ორი არაბული ქალაქი და იწყება საქართველოს არაბიზაცია. ამ თეზის სერიოზულ პასუხს არ გავცემდი, რომ არ მენახა რამდენიმე პატივსაცემი ადამიანის განცხადება, რომელმაც ეს გზავნილები სამწუხაროდ დამება. ბოდიში სანამ გავაგზავნებთ. ადამიანი გვეუბნება, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგება პროექტს, მაგრამ პასუხს მარტო იმიტოს ცემს, რომ რამოდენიმე პატივსაცემი ადამიანი არის ამ საკითხით დაინტერესებული და მისი აზრის საწინააღმდეგო აზრი გაუჩნდა. რამოდენიმე პატივსაცემი ადამიანი კი არა. ქვეყანაში 100 და 1000 კაცი რო ამბობდეს, რომ თავრობას ეწინააღმდეგება, იმასაც უნდა მოусმინონ, მაგრამ ეხლა 1000-ზე და 10000-ზე და 100000-ზეა საუბარი. ამაზე არაფერს არ ამბობს, რამოდენიმე პატივსაცემი ადამიანის გამო თურმე გვიხსნის თემ მოსახლეობას ამ ხო, იმიტომ რომ ეგრე აქვს აგებული მთელი ძალაუფლების სისტემა. ვიღაც ერთ ადამიანზე
სახელს და გვარს არ დავასახელებ, რო აქვთ აგებული სისტემა ვიღაცებზე ესეა რა, ვიღაცამ რო უთხრა, ვიღაცამ ამ ბიზნეს ახლობელმა შეიძლება ბიზნეს ახლობელს გაუჩნდა ეკითხვა და შეწუხდა. კი, იმათ დასაშოშმინებას ამბობ, შეიძლება სინამდვილეში კი. საქართველოს მოსახლეობა არავის არ აინტერესებს. კი, გავაგრძელოთ რას გვიხსნის არაბიზაციაზე. მიგრაციასთან დაკავშირებით სრულად გასაგებია და ამიტომ აუცილებლად მიმოჩნია არაბიზაციის მითის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია გავუზიარო. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საქართველოში არ შენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული ევროპული ტიპის განაშენების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. სულ გათვალისწინებულია 16000 საცხოვრებელი სახლისა და ბინის შენობილობა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აქედან 60%-იც რომ მიყიდონ, ეს ნიშნავს, რომ მათზე სულ 9600 ბინა გაიყიდება, როცა გასული 4 წლის განმავლობაში უცხოელებმა საქართველოს. ორი საკითხია მოკლედ. ერთი, ამ ადამიანმა თქვა, რომ არაბიზაციას აბრალებენ აუცილებლად. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო და ჩვენი მოძრაობა და მეც პირადად არაერთხელ აღმინიშნავს, რომ აქ არ არის საუბარი უბრალოდ არაბებზე. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ დიდი ალბათობით მაგალითად გონიოში დაგეგმილ პროექტში შემსყიდველების ჩემი წარმოდგენით აბსოლუტური უმრავლესობა სხვებთან შედარებით იქნებიან რუსები. რატომ? გადახედეთ ბათუმს, პირველ სამ ზოლს, რომელიც ქართულ ქალაქს საერთოდ აღარ გავს. ამიტომ აქ არაბებზე კი არ არის პრობლემა და რომელიმე ეთნიკური ნიშნით გამორჩეულ ერზე კი არ არის საუბარი. აქ არის ზოგადად საუბარი იმაზე, რომ შემსყიდველები იქნებიან უცხოელები და რუსები იქნებიან არაბები, სამხრეთ აფრიკელები, ავსტრალიელები, ფრანგები თუ მონღოლები, ეს არის უკვე სხვა საკითხი. თავარი არის, რომ ამის შეძენის საშუალება ქართველებს არ ექნებათ და ის ემიგრაციის და მიგრაციის ბალანსი, რომელიც წლიდან წლამდე ირღვევა, კიდევ უფრო დაირღვევა ამ პროექტით და სხვათა შორის ეს პროექტი არის უბრალოდ კიდევ ერთი სიმპტომი, რაც აქამდე მიმდინარეობს და ჩვენ ამაზეც გვინდოდა საუბარი, მაგრამ ამ პროექტმაც მოუსწრო, ასე ვთქვათ, და გახადა უფრო აქტუალური ემიგრაციის და ემიგრაციის პრობლემა. და დავამატებ ილო, თვითონვე აღნიშნა, ჩვენ აქამდე ვამბობთ, რომ მინიმუმ 10000 საცხოვრებელი იქნებოდა, იმიტომ რომ სხვა პროექტების მიხედვით გამოვიტანეთ ეს დასკვნა, დაადასტურა, რომ დაახლოებით 16000-ო, მაგრამ ამათ სიტყვაზე რატომ უნდა ვენდოთ, არ ვიცი. ვიცით, რომ ქალაქში რო კორპუსი შენდება 10 სართულიანი, პროექტის დასრულებამდე 10 კიდე ემატება ხოლმე, ამიტომ ამ შემთხვევაში 26000 გახდება თუ 36, ამაზე გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემს. ეს ერთი. მეორეც, ერთი პროექტის ფარგლებში, როგორც თვითონ ამბობს, 9600 ადამიანი საცხოვრებლის უცხოელებზე გაყიდვა მოსალოდნელი, რაც მე მგონია, რომ აბსოლუტურად არარეალური ციფრია. ჩვენი შემოსავლების მქონე ერისთვის შეუძლებელი იქნება იმ ღირებულების საცხოვრებლის მასიურად შეძენა, რომელზეც ახლა მიდის საუბარი და მე შენს გაამახვილებ ყურადღებას სავარაუდოდ რა ფასი ექნება ამ ქონებას. ელემენტარულად ერთოთახიან და ოროთახიან ბინას ვერ ყიდულობს ქართველი ადამიანი ქალაქებში, არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, არამედ რეგიონულ ქალაქებშიც კი და რაზეა საუბარი, რომ აქ ახლა ადამიანები შეიძლება 50%-ზე გაცილებით. აი მაგას ახლა დავთვლით, მან კარგ არგუმენტებს იტყვის თავისად ნამდვილად და მან კარგად დავთვლით, აი ხა გააგრძელოს ეს თქვას რაღაცები. სული 4 წლის განმავლობაში უცხოელებმა საქართველოში 60000-ზე მეტი ბინა შეიძინეს. ამას კი საქართველოსთვის არავითარი დემოგრაფიული პრობლემა არ შეუქმნია და არ შექმნეს. და დემოგრაფიაზე ახლა კარგად ვთქვათ. ანუ კოვახიძე ამბობს, რომ საქართველოში არ არსებობს დემოგრაფიული პრობლემა. მე რო გავაგრძელებთ ამ ვიდეოს, იქ კიდე ამბობს, რომ 2 თუ 3 წლის წინ იმას ამბობდნენ, რომ რუსები შემოგვესევიანო და რუსები იყიდიან ყველაფერს და სად არიანო. აი, ფაქტობრივად ეგ არგუმენტი აქვს. მოდით დავიწყოთ და გავაანალიზოთ და ვნახოთ დემოგრაფიაში რა ხდება. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ანუ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, საქართველოს დატოვა 250,000 ადამიანმა. ეს ციფრი დღეს უკვე შეცვლილია, ეს არის რამოდენიმე თვის უკანდელი, ეს ვთქვათ, მონაცემი. დარწმუნებული ვარ, ჩემს ირგვლივ როგორ გაიკრიფნენ ადამიანები, დარწმუნებული ვარ, გეომეტრიული პროგრესით შეიძლება იზრდებოდეს ეს ციფრი, იმიტომ რომ მაგალითად რაღაც 7 წლის წინ ეს იყო 39000. დღეს 250,000-ია, ხო? შესაბამისად, დემოგრაფიული პრობლემა არ არისო, ამბობს ადამიანი, რომლის მმართველობის დროს ეს მოხდა, ну, ოცნების მმართველობის დროს. შესაბამისად, ეს არის პირველი ტყუილი, მეორე ამავე დროს 250,000 გავიდა საქართველოს მოქალაქე და შემოვიდა უცხო ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის უმრავლესობა რუსები და კიდე სხვადასხვა ეროვნების ხალხი. ეს არის 315,000 ადამიანი შემოვიდა, ну, დისბალანსი გვაქვს. ეს დემოგრაფიული
დემოგრაფიის პრობლემას კი არ აბალანსებს, მაგალითად განვითარებულ დიდ ქვეყნებში შეიძლება თქვა, რომ რაღაც გავიდა ამდენი ადამიანი რაღაც კატასტროფა ციფრია ჯერ 250,000 საქართველოსთვის ხო რაღაც რამდენი მილიონი დავშით ის უკვე აღარ ვიცით მე მგონი 3 ქვევით ვართ უკვე საქართველოს ტერიტორიაზე სინამდვილეში მე მაგ ციფრებს არ ვენდობი ხო მეც არ ვენდობი მაგრამ ხო დაწუნებული ვარ არის შეცვლილი მთავრობის ინტერესის მიხედვით და ნაკლებია ნათქვამი იმიგრირებულ ადამიანებზე და ასევე ნაკლებია ნათქვამი ემიგრირებულ ადამიანებზე. ანუ აბსოლუტურად გეთახმები, მაგრამ ჩვენ მათ ციფრებზე დაყრდნობითაც კი ვამბობთ ამას. 10% მოსახლეობის გავიდა და 10% ეს არ არის რაღაც ამერიკაში რომ მოხდეს 250,000 წავიდეს, ჯერთი ვინ წავა ხო ამერიკიდან, ეგეთ დაფიქრით რატო ხდება ეს მიგრაცია, ყველამ კარგად იცით ჩვენ ოჯახებში ყავს ხალხი და ყველამ ზუსტად ვიცით რომ უმუშევრობის, უპერსპექტივობის და ამ ქვეყნის განუვითარებლობის გამო მიდის აქედან ხალხი. თორე კარგი ქვეყნიდან კი არ გარბის ხალხი. და ვინ შემოდის ასეთ ქვეყანაში, ეგეც ლოგიკურია უმრავლეს შემთხვევაში. ან ვიღაცა ვინც ომს გაურბის და სხვა გზა არ აქვს, მართლაც, მათ შორის, რა ვიცი, ყველამ ვიცით, როგორ ხდება და მეორე ვისაც ამაზე უარესი ქვეყნიდან უკეთეს ქვეყანაში ცოტა მაინც გადასვლა უნდა და იქაც კონკურენციას ახდენს დავალ ანაზღაურებად სამსახურებზე, რომელზეც თქვათ საქართველოში ასევე ძალიან ბევრი ადამიანი არის დამოკიდებული. ხო და ამას ამბობს ეს ადამიანი რომ დემოგრაფიული პრობლემა არ გვაქვს და კიდე ამბობს იმას რომ 2-3 წლის წინ რომ თურმე ჩვენ ისევ ჩვენ ვიყავით ხო ის ადამიანი რომ ამბობდით რომ რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია საქართველოში რომელიც რა თქმა უნდა ომმა გამოიწვია და შემდეგ ამ პროცესების იმ შავი ფულის ტრიალი თუნდაც რაც ყოველდღიურად დასტურდება რომ რუსეთიდან აქ ფული თეთრდება იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ მიაქვს და ამიტომ ეს ყველაზე რა თქმა უნდა არის საუბარი კიდევ ერთხელ ეთნიკურ პრობლემაზე ეს არ არის საუბარი რომ კონკრეტულად რუსებსაც არ ვერჩით ან კონკრეტულად არავის არ ვერჩით უბრალოდ ეს არის ინდივიდუალურ დონეზე არავის არ ვერჩით ხო არავის არ ვერჩით ინდივიდუალურ დონეზე მეტიც ჩვენ ინვესტიციების მომხრეც ვართ უბრალოდ ეს ინვესტიციები უნდა იყოს ლოგიკური და ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე ხო და ემსახურების ქვეყნის ინტერესებს ხო და მოკლედ მაშინ როცა ვამბობდით ეხლა თურმე ეს პრობლემა არ ყოფილა და აგდებული ტონით თქვა რომ 2-3 წელი ამას აპროტესტებენ და არაფერი არ მომხდარა აჭარლებს კითხეთ რა მოხდა ანუ უბრალოდ ნახეთ აჭარლებსაც რო არ ვკითხოთ ამათი სტატისტიკის მიხედვით ნომერ 1 შემძენი ახალი აშენებული მშენებლობების ბათუმში, რა ვიცი და სხვა აჭარის ქალაქებში არიან ისევ და ისევ რუსები. ეს პრობლემა იმიტომ კი არ არის რომ რუსები ყიდულობენ, იმიტომ რომ ეს უსაფრთხოების პრობლემაც არის. ჩვენ არც ის ვიცით დარწმუნებული ვარ, საიდან მოდის ეს ფული, რას აკეთებენ, ეგრე რომ ვიღაცა კოსმოდრომს გვიშენებს აი ფაქტის გამოძიების მიხედვით, ხო? ღმერთმა იცის, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ამათ სუსის თანამშრომლები თუ მუშაობენ ვინმეზე საქართველოს მოქალაქეებზე მუშაობენ უფრო კი არა და მე მგონი ძირითადად ამაზე მუშაობენ რომ როგორმე ბიზნეს ძალაუფლება შეუნარჩუნონ. საერთოდ საგარეო კუთხით რა ხდება მე წარმოდგენაც არ მაქვს და ვიცი რომ ძალიან ცუდი სიტუაცია იქნება. ჯერ პოლიციელებს არ ბენინდებენ ეგერ ადამიანები რომელიც პროტესტს გამოხატავენ და დადიან მარშით იმადზე იმ ხელრესურსს ხარჯავენ წარმომიდგენია ჩვენ მოსმენებზე თუნდაც იგივე ჩემი საქმეებს თუ გადავხედავ აი ჩემ Facebook პოსტების კითხვის დრო აქვს სულს წარმოგიდგენია ხსად ვაგებ ხელ რესურსი რომ ამ დროს ვიღაც არ ქონდა 100,000-ობით ყავს იმ ქვეყნის მოქალაქე რომელსაც ოკუპირებული ყავხარ და დავამატებ ამაზე რა კიდე რომ გვეუბნება რომ აი ასე ამბობდნენ რომ სახიფათო იყო და არაფერი არ მოყოლიაო დავიწყოთ 2022 წლიდან როდესაც 1 წლის განმავლობაში რეკორდულად ბევრი რუსი შემოვიდა 100,000-ზე გაცილებით მეტი ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით რა გამოიწვია ამან ყველას გვახსოვს მათ შორის ჩემი ახლობლებიც როგორ მოუწიათ ნაქირავები ბინების დატოვება, იმიტომ რომ კატასტროფულად გაიზარდა ბინის ქირის ფასი რუსების ერთდროულად შემოდინების გამო. ქართველები გამოასახლეს ზოგიერთმა სამწუხაროდ, იმიტომ რომ უფრო ძვირად შეასახლეს რუსები, ეს ერთი. ამავე პერიოდში კატასტროფულად და რეკორდულად გაიზარდა მოკლე დროში ბინების ყიდვის ფასი. კატასტროფულად ყველას გვახსოვს ეგ სიტუაცია და დღემდე უკვე ამის აქედან დაწყებული იზრდება და იზრდება. ეს არის წმინდა წყლის ასე ვთქვათ ეკონომიკური ეფექტი, რომელმაც ცუდი გავლენა იქონია საქართველოს მოქალაქეებზე. მეორე, ილო, უნდა განმეორდე მეც. ვისი ბრალია რომ კახელ, ქართლელ და სხვა რეგიონებში მცხოვრებ ღარიბ ადამიანებს არ აქვთ საშუალება ჩავიდნენ ბათუმში და თავისი თვალით ნახონ როგორ გადაიქცა ქართული ქალაქი ფაქტობრივად მნიშვნელოვან წილად რუსულენოვან ქალაქად.
ამის საშუალება ქართველ ადამიანებს სხვა რეგიონიდან არ აქვს და უბრალოდ ჩვენი მოსმენით და სხვა ადამიანების მოსმენით უნდა დაიჯერონ რომ ეს ნამდვილად ასეა. ჩემმა ბათუმელებმა, აჭარლებმა და სხვებმა ვინც დადიან ამ ქალაქში ძალიან კარგად იციან. აი ეს ქალაქი რო გადაიქცა ფაქტობრივად რუსულენოვან ქალაქად. ეს იდენტობისთვის პრობლემა არ არის? თუ კი ამ ქვეყანაში ქართული საუბარი უფრო და უფრო შეწყდება ჩვენს დიდ ქალაქებში, ხო? ეს არ ურტყამს იმ იდენტობას, რომელსაც თითქოს თქვენ იცავთ, არა და სინამდვილეში ყველამ კარგად ვიცით, როგორ იცავთ კი არა, ანადგურებთ. ეს არის მარტივი მაგალითი რა პრობლემებს ქმნის, მათ შორის შეუზღუდავი და აბსოლუტურად თავის ნებაზე მიშვებული იმიგრაცია. ბათუმი არის ამის ცალსახა და ნათელი მაგალითი. თავი რო დავანებოთ იმას, კაცმა არ იცის რამდენი დივერსანტია შემოსული მათ შორის რუსეთიდან. რა საქმიანობენ ისინი და გავიხსენებ მე მაგალითად კადიროველების და რუსული სამხედრო მაღალჩინოსანი ოფიცრების პარპაშს ჩვენს ქალაქებში, მათ შორის ღია ამომცნობი ნიშნებით თავიანთ მანქანებზე, სადაც საიდანაც ირკვეოდა, რომ ესენი არიან რუსული არმიის აქტიური ოფიცრები. აი ამაზე მეტად ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს იდენტობას, საფრთხე სხვა რანაირად უნდა შეუქმნას, ვინმე მაგვიხსნას რა. და მე ვისურვებ, რომ მალე, არ ვიცი, ქონოდეთ საშუალება ქართველებს, რომ თვითონ ნახონ, მათ შორის რა ხდება ჩვენს ქალაქებში და პირველ რიგში შავი ზღვისპირეთში. ეს მარტო ბათუმის პრობლემა არაა. ნელ-ნელა ისინი ითვისებენ სხვა ადგილებს. რა თქმა უნდა, როგორც კი. მარტო რუსებზეც არ არის. ჩვენ არ გვაქვს საშუალება ქართველებმა ეს ვაკეთოთ და ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, არაბიზაციის პრობლემა კი არ არის აქ. არამედ ქართველების უკან დახევის, ასე ვთქვათ და მათი შესაძლებლობების შემცირების და ჩვენს მაგივრად უცხოელებისთვის აი ამ თავისუფლების და ჩვენი ქვეყნის სიმდიდრით, ასე ვთქვათ, დატკბობის საშუალების მიცემა. ისე, რომ ჩვენ არაფერს სარგებელს არ ვიღებთ და მეტიც ჩვენ ვზიანდებით. ხო, ესენი კორუფციით იღებენ სარგებელს და მეც გავაგზელებ. ანუ პრობლემა რეალურად საბოლოო ჯამში არის იქ, რომ ჩვენი მთავრობა ქართველი ხალხის ინტერესებს რომ ემსახურებოდეს შესაბამისად პირველი რომ ეკონომიკურად ძლიერი მოსახლეობა ყავდეს. მეორე რომ აქედან გაქცევა არ უწოდეს საქართველოს მოქალაქეს. კონდეს ღირსეული ანაზღაურება ისეთი რომ ბათუმშიც იყიდოს მშენებარებინაში, ასევე იმოგზაუროს ბათუმში, ადამიანების ნაყოფები არ არის. ეს ყველაფერი რო კონდეს საქართველოს მოქალაქეს, ამის შესაძლებლობები ძლიერი ეკონომიკურად რო ვიყოთ, ამავდროულად უსაფრთხოების სამსახურები გვაზღვევდნენ ყველა რისკისგან, რომ ვიღაცა რო აკიდულობს ბინას, მისი ფულით შემოწმებული იყოს, ვიღაცა ჩეჩნები, ოფიცრები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, უკრაინის წინააღმდეგ, არ ჩამოდიოდნენ, არ პარპაშებდნენ, რა ვიცი, მართლა ეს ვარავსკოის სიმღერები ხო აღარა ყელშია ხო დაწყებული ჩვენი ჩვენების გას არ ვიცი მაგაზე მეტად, მათ შორის რა უშლის ხელს. ხო და აი ეგ არის პრობლემა. თორემ თუ ეს დაცული გაქვს, თუ საქართველოს მოქალაქეს მაღალი შემოსავალი აქვს, თუ საქართველოს მოქალაქეები, რა ვიცი, მრავლდებიან, ძალიან მნიშვნელოვანია შობადობა დემოგრაფიაზე, დღესაც დამოუწე ხო თქმა მათ შორის იქ ეთერში რო ვიყავ, მინდოდა ეგ მეთქვა. დემოგრაფია მარტო წასვლა-მოსვლა არ არის, დემოგრაფია არის შობადობა. საქართველოში რო რა ვიცი, ბავშვების შობადობა იქნება მაღალი, ოჯახებს რო ეკონომიკური შემოსავალი იმდენად მაღალი იქნებათ, რომ მშენებარებინებს შეძლებენ ყიდვას სახლების როდესაც უსაფრთხოება გვექნება დაცული რომ გვეცოდება ვინც არ უნდა იყოს ეს ინვესტორი უბრალოდ ადამიანი რომ წვდილობს რომ არ უქმნის ჩვენ ქვეყანას საფრთხეს დაწყებული რაღაც მცირე გიჟური იდეებით როგორც არის რავი კოსმოდრომის მშენებლობა მცირე რადიად არის არ ვიცი მაგრამ დამთავრებული რეალურად რაღაც რუსული არმიის ჩინოვნიკები რო არ სეირნობდნენ აქ როცა მომდევნო მაგით მაშინ არანაირი პრობლემა არ არის მაშინ ყველაფერი არის იდეალურად ჩვენ ვითარდებით მრავლდებით მაგ დროს არაფერი შეგვიძლია რაღაც რაოდენობის იმიგრანტი ავიტანოთ კარგი გაგებით მათ შორის და ეს დავამატებ რა იდენტობაზე რო იყო საუბარი და რა საფრთხე შეგვიქმნაო წარმოიდგინე ქართულ ქალაქში საცეკვაო ასე ვთქვათ გარემოში დიდ რაღაც მასშტაბურ ეკრანზე გამოსახულია კრემლის დიდებული ფოტო და ამ ფოტოს თანხლებით ქართულ ქალაქში ადამიანები ცეკვავენ და ერთობიან. ამაზე მეტად ჩვენს ღირსებას, ჩვენს იდენტობას, ჩვენს ეროვნულ ინტერესს რა შეიძლება აზიანებდეს. ეს გამოიწვია იმან, რომ მივიღეთ უკონტროლო იმიგრაცია რუსების. კი, მეგონა. თორე ორი რუსი რო ყოფილიყო ბათუმში, მაგას ვერ გაბედავდა ვერავინ და ასევე ესეთი მთავრობა რო არ ყოლოდა, ამას მაინც ვერავინ ვერ გაბედავდა. სტატისტიკიდანაც კი ჩანს თუ რამდენად ყალბია განცხადებები მასთან დაკავშირებით რომ იგელგელსის პროექტი საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებს შეუქმნის. აქ უნდა ითქვას რომ კონკრეტულებს არ მიენიჭა. ამ მარტივი სტატისტიკიდანაც კი ჩანს თუ რამდენად ყალბია განცხადებები მასთან დაკავშირებით რომ იგელგელსის პროექტი საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებს შეუქმნის.
აქვე უნდა ითქვას, რომ უცხოელ მყიდველებს არ მიენიჭება არავითარი სპეციალური შეღავათები საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების თვალსაზრისით. ანუ ძალიან მარტივია უცხოელებს არ მიენიჭება და არანაირი უპირატესობაო. ჩვენ არც იმედია კიდე რაღაც დამატებით იმას არ შექმნიან, რომ უფრო გამარტივდეს ყველაფერი, მაგრამ იმ ბინებში წეგან რომ თქვით მათემატიკას რომ გავყვეთ 3000 თუ არის თვითღირებულება კვადრატული მეტრს რომელიც მეკითხავთ რომ შევაფასოთ მეთქი მე დაგჭირდება თქო მინიმუმ აბა $5,000 ხო უნდა გაყიდონ კვადრატული მეტრი $5,000 თუ კვადრატული მეტრი უნდა გაყიდონ მინიმუმ ესეც 100 კვადრატზე ნაკლებ ფართს არავინ არ იყიდის ხო გასაგებია რომ $500,000 ქართველებს ძალიან ცოტა აქვთ შემოსავალი მასობრივად ამას ვერ იყიდიან მე მგონია იქ 60% დაბალი რიცხვი ალბათ გაცილებით მეტი. ხო და 500,000-ის ქონებას თუ შეიძლება საქართველოში ბინადრობის უფლება ამას თავისთავად მოყვება. 500,000-ზე გაცილებით ნაკლებისას თუ შეიძლება ავტომატურად გენიჭება ბინადრობის უფლება. $100,000, $300,000 ლარზე მეტის უძრავი ქონების შესყიდვას თუ განახორციელებ თუ კი უცხოელი ხარ, ბინადრობის უფლება გენიჭება. ეხლა კობახიძე აქ ამბობს манипуляციურად, რომ რაიმე დამატებით სპეციალურ წესს არ ვიღებთო, მაგრამ არანაირი დამატებით წესის შემოღება არაა საჭირო. ეგ წესი, რომელიც უმარტივებს უცხოელებს $300,000 შესყიდვის დროს ბინადრობის მიღებას უკვე არსებობს. ამიტომ გვატყუებს ეს ადამიანი და თავისებურად როგორც იცის ხოლმე. იგელჰელსის ხელმძღვანელის განცხადება იმის შესახებ, რომ ის ბინების 60%-ის გაყიდვა საერთაშორისო მყიდველებზე ვარაუდობს, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ კომპანიას აქვს კარგად აწყობილი გაყიდვების ქსელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდისა და იმის გათვალისწინებით, რომ იგელჰელსის საფასო პოლიტიკა არა მხოლოდ მაღალი, არამედ საშუალო სეგმენტის ქართულ მყიდველსაც მისცემს სახლის ან ბინის შეძენის შესაძლებლობას, ჩვენი საფუძვლიანი ვარაუდით, ქართული მყიდველების რაოდენობა 50%-ს ბევრად გადააჭარბებს. მეორე კამპანიის ინიციატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ხო. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ეს არგუმენტი აქაც. წეგან თქვით, რომ თუ თვითღირებულება არის $3,000 კვადრატული მეტრის, ეგრეთ დაგუთვალა თავად კობახიძემ $5,300 უკაცრავად $5,000 ალბათ ისეთი ლოგიკური ფასია რომელზეც უნდა გაიყიდოს ეს ფართი და ეხ კობახიძე გვიმტკიცებს რომ ისეთი მაგარი ეკონომიკური ზრდა გვაქვსო რომ საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლებათ შეეძენა და 50%-ზე მეც შეიძენო ეს არის ტყუილი ყველა ვინც გვიყურებთ და დარწმუნებული ვარ ჩვენი ფინანსური მდგომარეობაც რო ვიცით და ჩვენს ირგვლივ ადამიანების საერთოდ არ ვიცნობ მე ჩემს ირგვლივ ხა ეგეთ ადამიანს ვისაც კვადრატულ მეტრში $5,000 გადახდა შეუძლია. ეს ერთი. მეორე ტელევიზორიდან ვიცნობ. ტელევიზორიდან ვიცნობ, აგერ გვიხურებს. და ეკონომიკის მინისტრი ყავს მილიონერი. 35 წლის გოგონა, რომელიც სულ საჯარო უწყებებში მუშაობდა, მაგალითად. და ჩერნოვეცკისთან მათ შორის. ხო, საქმემოქმედო ფონდში, ხო? ხო. ხო და მეორე აქაც გავამახვილებ ყურადღებას, რომ ამბობს, რომ იმ კაცო იგელჰილსის დამფუძნებელსო შეეშალაო კი არა და არასწორად თქვაო 60% იქნებიან უცხოელებიო ეხა დაეხმარა შეაშველა არგუმენტი რომ იმიტომ თქვაო რომ იმათო გაყიდვების ქსელი აქვს საერთაშორისო დალაგებულიო და იქიდან ივარაუდო რომ მარტივად გაყიდიან ამ ქონებას უცხოელებსო თორე სინამდვილეშიო ჩვენ დარწმუნებული ვართ და სიტყვაზე უნდა ვენდოთ რომ ქართველები ამას შეძლებენო მე არ ვიცი თუ დააპირებენ ახლა მილიონერები გავხადონ მთელი საქართველოს მოსახლეობა და უკან დააბრუნონ ის რა ჭამეს მაგრა თარგმნის მათ მიზანთან რომ საქართველოს მოსახლეობა დაცალონ საქართველოს მოსახლეობისგან რაც იქნება ივანიშვილისთვის აბსოლუტური ასე ვთქვათ საჩუქარი იმისთვის რომ გაიმყაროს სამუდამოდ თავისი მმართველობა ისე იმედის იმ ჟურნალისტებს რომელიც მუშაობდნენ ამ თარგმანის გაშვებაზე მაგრად მოხდებოდათ სავარაუდოდ კი იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ის კაცი 60% შეიძლება 80-საც იძახის და 60-მდე ჩამოწიეს ვერ გაიგე ხო მაგრამ იმას საერთოდ არ გაუშვებდი ბოდიში იმას გავიზავთ მე საერთოდ არ გაუშვებდი იმედის პროპაგანდისტ ხო წესთან და გაიშვებდი ამიტომ მოხდებათ სავარაუდოდ და უკვე ამაზე მიიღებდნენ კრიტიკას როგორც მოგეხსენებათ, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებამ მიიღო საკონსტიტუციო შესწორება, რომელიც უცხოელებზე და უცხოურ კომპანიებზე ქართული სასოფლო სამეურნეო მიწის გასხვესებას კრძალავს. გარდა ამისა, მოკლედ აქ გვეუბნება რომ სასოფლო სამეურნეო მიწის გაყიდვა აიგრძალაო ჯერ ერთი სასოფლო სამეურნეო მიწის გაყიდვა აიგრძალა და არა სასოფლო მიწის გაყიდვა ასეთი მიწის ყიდვა ჩვეულებრივად შეუძლიათ უცხოელებს და მეორე რატომ არის ეს აკრძალვა მნიშვნელოვანი ჩვენ ხო ვიცით რომ მართლა ვერავინ ვერ მოიკიდებს ზურგზე ამ მიწას და ვერ წაიღებს ან ემირატებში ან მოსკოვში ან სხვაგან ხო ამის მნიშვნელობა
ამის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ აქ არ გაკეთდეს ისეთი პროექტები, რომელიც ჩვენი აზრით ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და თუ კი ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი ეს პროექტი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, რა მნიშვნელობა აქვს, ჯერ ერთი მიწავის საკუთრებაში იქნება, მაგრამ აი მაგ საკუთრების ამბავზეც პასუხგაუცემელი კითხვებია, რომელზეც შეგვიძლია მოვუსმინოთ და მერე გავაგრძელოთ მსჯელობა. საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით. რაც შეეხება კრწანისისა და გონიოს მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო მოცულობა 850 ჰექტარია. პროექტით გათვალისწინებულია მათი გამოყენება მხოლოდ დეველოპერული მიზნებისთვის და მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრედ სახელმწიფო რჩება. შესაბამისად, არავითარი ქართული მიწა არავის არ გადაეცემა. მოდი ვთქვათ, ხო? ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფოს 33%-იანი წილი აქვს კომპანიაში, რომელიც აკეთებს აი ამ პროექტს. ესე იგი, ის შედის 33%-ით კომპანიაში და ამის სანაცვლოდ დებს მიწის ნაკვეთს. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად ეს კომპანია გაკოტრდა რაღაცნაირად. რა ბედი ეწევა ამ მიწის ნაკვეთს? შეიძლება მათ შორის იმ მოვალეებს, ვინც შეიძლება ყავდეს ამ კომპანიას, მაგალითად ბანკების სახით, ეს მიწა ამ მიწით უზრუნველყოფა მოახდინონ მათ მიერ გაცემული სესხების. არ ვიცით, ამიტომ სინამდვილეში სანამ დოკუმენტი ხელშეკრულება არ გასაჯაროვდება, ესე სიტყვაზე ამის დაჯერება, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება, არ არის ამომწურავი პასუხი. რჩება, მაგრამ რა პირობებით და რჩება თუ არა, ესეც არ ვიცით. იმიტომ რომ კომპანიაში და თვითონ ამბობს შენატანია. ისევ ძალიან მაგარი დემაგოგია რა. ამბობს რომ არანაირ გასხვისებაზე არ არის საუბარი, სახელმწიფო მაინც რჩება მიწების თანამესაკუთრედ. აი ახლა გაიგე რას გულისხმობს რომ არ არის გასხვისება, თუ რჩება სახელმწიფო თანამესაკუთრედ. ანუ თუ სახელმწიფო თანამესაკუთრედ რჩება, ანუ თანამესაკუთრედ, ეს ნიშნავს რომ რაღაცას ასხვისებ. რას ასხვისებ, როგორი პირობებით? ამას არ გვეუბნება, უბრალოდ აი ეს დემაგოგიურად ისთვის არ ვასხვისებ მიწებს, იმიტომ რომ სახელმწიფო რჩება თანამესაკუთრედ. მესამე, კამპანიაში ჩართული პირები აცხადებენ, რომ შენდება მილიონი კვადრატული მეტრი და მასშტაბის მშენებლობა 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას არ საჭიროებს. ეს თეზისი იმთავითვეთ ყველაზე აგებული, რადგან კრწანისა და გონიოში 850 ჰექტარ მიწაზე სინამდვილეში არა მილიონი, არამედ 2.4 მილიონი კვადრატული მეტრი შენებლობა. ამაზე ვთქვით უკვე და გავმეორდებით. ვინც ამბობდა რომ მილიონი აშენდებაო, ეს თქვა ჩვენც ვამბობდით ამას, იმიტომ რომ ეგრე იყო გაცხადებული მილიონ კვადრატზე და წეგან რომ დავთვალე 2 მილიონზე რაც ამან თქვა, რომ ალოგიკურია, ხო, რომ ჩადო 6.9 მილიარდი დოლარი მილიონ კვადრატულ მეტრში, რომელიც 11.000 უნდა გაიყიდათ. და ეხლა მაგიტომ ჩამოვიყვანე $5,000-ზე ეს გამოთვლებით, იმიტომ რომ თქვა ამან 2 და 4-იო. ამ შემთხვევაშიც არაადეკვატურია, წეგან ვისაუბრეთ, ფინანსურ შეუთავსებლობაზე 6.9 მილიარდს დებდა 4 მილიარდი ლარი, ანუ მაგის თანხის მესამედი დაგიბრუნდება 10 წლის თავზე. ეგ ალოგიკურება და ამან ვითომ ეხლა ეს ვთქვათ, გააправა ჟარგონი რო ვიხმაროთ, რომ ვითომ მილიონი კი არა 2.4-იო. კი ბატონო, თუ მილიონის გათვლაზე $11,000 უნდა გაიყიდათ ეს მიწები, ეს ბინები, ეხლა უნდა გაყიდონ $5,000, რაც ასევე არალოგიკურია. თან იქ დაშვება, იქ მოგება არის მინიმალური ამ თანხისთვის. როგორც ვამბობ, რომ ძალიან მინიმალურია 4 მილიარდი ლარის დაბრუნება 20 მილიარდი ლარის ინვესტიციის დროს 10 წლის თავზე. საცხოვრებელი სივრცეები უმაღლესი სტანდარტებით შენდება და ეს ღირს უმაღლესი სტანდარტის რემონტით ვარდება. უძრავი ქონების აგენტი. საცხოვრებელი სივრცეები ხო, ეს რატო თქვა ვაფშე? აი გუწევად პროექტი გაყიდა რა. ტიპი არის პრემიერ-მინისტრად წოდებული. საქართველოს აბარია, ანუ ჩვენი ისტორიის, ჩვენი ერის ბედი აბარია. და გამოსული ლაპარაკობს, რომ უმაღლესი რემონტი იქნება. ბარემ ისე თქვა, რომ რაღაცა საშხაპეები იქნება ესე მოწყობილი და ესეთი კაფელი იქნება ეს რო უყურებ ეს ადამიანი სირცხვილია, ბიჭო, ჩვენ ეს რო უყურებ გამოვრჩა, ეხა მივხვდი. ხო, ეს მე არ გამოვრჩა, ეგრევე აი გავგიჟდი. მეც არ თქვი ყველა რატომ ხუმრობს ამაზე უძრავი კოლეგა. ეს რო აღწერე როგორი რემონტი ჩაბარდა. თან სასაცილოა, მაგრამ თან არის შეურაცხყოფა ერის ნამდვილად, იმიტომ რომ ტიპი, რომელიც მართავს ქვეყანას ჩვენ ჯარს მართავს, ჩვენს გაჭირვებულებზე უნდა ზრუნავდეს, ჩვენ საგარეო პოლიტიკას უნდა აწარმოებდეს, გეუბნება რომ უმაღლესი ხარისხის რემონტით ვაბარებთ ბინას.
არ ვიცი ძმაო. მე არ ველოდი ამ მართლაც ვთქვათ უყრე ამიდან დავიდან და ყველა ბიჭო რო ხუმრობდა მართლა გეუბნები რა ყველა რო ხუმრობდა ამაზე მეთქი ნუ გასაგები ხა პროექტზე გილაპარაკა ალბათ ეგეც პროექტის გაყიდვად იყო და რეკლამა და თურმე ევრო რემონტით გვაბარებს თან ევროპული ევროპული სტანდარტის იქნება მოწონს ევროპული სტანდარტები უბრალოდ არაფერი ევროპული არ მოწონს ესეც ხო დემაგოგიის ევროპა მტერია მაგრამ ევროპული ქალაქები ყველაფერი კარგია კი ევროპა იდენტობას გვართმევს მაგრამ ეს ყველაფერი წეღარად ჩამოთვალეთ ეს არა მაგრამ არაბული კომპანია რომელიც ევროპული სტანდარტით აშენებს ეგ სხვა რამეა ეგა შეადგენს მეორე ნახევარი კი კომერციულ სივრცეებს ეთმობა რომლის მშენებლობის ღირებულება 1 კვადრატულ მეტრზე გაცილებით მაღალია მსხვილი ინვესტიციის ჩადება დაგეგმილი გონიოს იახტმარინას ასევე კომერციული და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობასა და განვითარებაში წანისის ტყეპარკს, რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაშია და რომლის რეაბილიტაცია სახელმწიფოს 150 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდებოდა, ახალი მწვანე სივრცეები დაემატება. ხო, გავაჩერეთ, ანუ რას ამბობს? ანუ უბრალოდ აქამდე რომ მივიდა ეხა აგენტი, არ აგენტი ეგ ერთი მომენტია, ის ვაში ჩვენ რო აგენტებს გვიძახის თვითონ ხო აგენტი გამოდის ეხლა. ხო, თვითონ ყველანაირი აგენტია. ხო, ყველანაირი. ქონების აგენტობა აკლდა და ეგეც გახდა. ხო და ანუ პირდაპირ იძახის ადამიანი რომ ჩვენო 150 მილიონი არ ქონდაო იმისთვის რომ კრწანისის ტყეპარკი რეკრეაციულ ზონად გვექცეო და ძალიან ძვირი ჯდებაო ირაკლი ღარიბაშვილს რატო არ თხოვეთ ისე ფული ანუ მართლა მაინტერესებს რა ვიცი რო ჩაიდოთ ირაკლი ღარიბ და იქნება ვაფშე კი არის გათავისუფლებული ისედაც ციხისგან და ამის რეკრეაციაში მაინც ჩაიდო ანუ რეკრეაციულ ზონის შემოვლობაში მაინც ჩაიდო ფული როგორც ამას ნახევრად ხუმრობით ვამბობ იმდენი მილიონია მოპარული ტენდერებიდან საბავშვო ბაღებიდან სკოლებიდან ასე შემდეგ ეგ ამ ხალხს რომ დაებრუნებია ამ კრწანისის ტყეპარკს კი ააშენებდნენ ჯერ ერთი იმ კრწანისის ტყეპარკში სულ რო არაფერი არ გააკეთო არის იდეალური სივრცე იმისთვის, რასაც ქვია რეკრეაცია და დასვენება და ჯანსაღი ცხოვრების წესი ცხოვრება. არანაირი 150 მილიონი, ვინც ნამყოფი ხართ დამეთანხმებით, იქაურობას არ ჭირდება, რომ იმიზნით გამოიყენოს მოსახლეობამ, რა მიზანიც რეკრეაციულ ტყეპარკს აქვს. და თუ კი ვინმე რამე თანხა ჩადებდა, სხვათა შორის უცხოელების არაერთი გრანტით გაკეთდა იქ ახალი ნერგები დაირგო და მოწესრიგდა იქაურობა. ნუ უცხოელი აგენტების როგორ ჩანს რა. მგონდა ჩვენი ტყის აშენება რომ ჩვენი იდენტობა ამით დაერღვიათ რაღაცნაირად. ამიტომ ეს არის სრული სისულელე რა. სტანდარტული კორპუსების შენდება და ბინები იყიდება. წანისა და გონიოში იქნება უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს საუკეთესო გარემოს შესთავაზებს. ასეთ პირობებში საქმეში ჩახედული ნებისმიერი ადამიანი დამეთანხმება, რომ ინვესტიციის ჯამი აბსოლუტურად რეალურ განგარიშებაზეა დაფუძნებული. რაც შეეხება ხელშეკრულებისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭებას. ეს ფაქტი ეფუძნება ერთი მხრივ საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო მეორე მხრივ საერთაშორისო პრაქტიკას. სახელმწიფოს არაფერი აქვს დასამალი საკუთარი მოქალაქეებისთვის და მზადაა უპასუხოს ყველა შეკითხვას ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. თუმცა ნებისმიერი კომერციული კომპანიის ინტერესებშია საიდუმლოდ დარჩეს ხელშეკრულების დეტალები, რათა საომავლოდ გქონდეს მეტი თავისუფლება სხვა პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი. კარგი, მოდი შენ დაიწყე და მე მოკლედ ვიტყვი ამაზე, რომ ირაკლი კობახიძე რას ამბობს და მე შენ პასუხი გაეცი. იმდენად მაგარი ხელშეკრულება დავდეთო არაბულ კომპანიასთან რომ საშიშიაო რომ გაიგონ სხვებმა რომ ჩვენთან დადეს ეგეთი ხელშეკრულებაო მე უკეთეს პირობებს მოსთხოვს ყველა ეს თქვა ანუ ამას გვაჯერებს რომ იმდენად მაგრა შეფუთეს ეს არაბი ინვესტორი სულ რაღაც 850 ხუჭუჭის ხო 850 ჰექტარ მიწას გადავცემთ ძალიან ისე და კი ხო ეხლა რა მნიშვნელოვანი პრობლემებია ჯერ ერთი ეს ადამიანი გვეუბნება რომ სახელმწიფოს ინტერესი კი არ არისო გასაიდუმლოებაო არამედ ინვესტორს რახან ეგეთი ინტერესი აქვსო ოღონდ ეს ინტერესი რომ გადამწყვეტი არ არის და კი შეიძლება ინტერესი რა თქმა უნდა კონდეს ყველა ადამიანს რომ გასაიდუმლოვდეს რა პრობლემაა მაგრამ ეგ ინტერესი ხო არ არის დაუძლეველი ხო მაგრამ დაუძლეველი არ არის და აქ deep state-ს ებრძვიან და ეუმებიან და ერთ ამბავში არიან ტრამპი დაამარცხა deep state-მა ესენი ვერა და ამათ ის ვერ შეძლეს რომ ინვესტორისთვის ეთქვათ რომ ამხელა მასშტაბის პროექტი რო კეთდება მოდი გავასაჯაროოთ დოკუმენტი ეს ერთი მეორე საკითხი არის ის რომ ჩვენმა გუნდის წევრმა ლევანიმ ძალიან კარგად აღნიშნა რომ აქ გარიგების მონაწილე არის ერთი მხრივ ინვესტორი და მეორე მხრივ ბიძინა ივანიშვილი ან
კობახიძე კი არა. ან მისი საკუთრება. ქართველი ერი ვართ გარიგების მონაწილე. ჩვენს მიწაზე იდება გარიგება, ჩვენ სახელმწიფოში ხდება ეს ყველაფერი და ჩვენ ვართ ამის მონაწილე და ეს ადამიანი გვეუბნება რომ გარიგების მხარემ ქართველმა ხალხმა არ უნდა იცოდეს რა პირობებზე თანხდება ბიძინა ივანიშვილი ერთი მხრივ და მეორე მხრივ ინვესტორით და მესამე ნაწილი კიდე თუ სწორად მახსოვს დადგენილება თუ სწორად მახსოვს აქტი რომლითაც გასაიდუმლოვდა ეს ხელშეკრულებები მიმართებას აკეთებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27 პრიმა მუხლზე თუ სწორად მახსოვს რომელიც ამბობს ყოველ შემთხვევაში რა ნომერიც არ უნდა იყოს ეს მუხლი რომ ხელშეკრულება შეიძლება გასაიდუმლოვდეს იმ შემთხვევაში როდესაც ეს შედის ეს ლახავს მაგალითად ერთ-ერთი მხარის კომერციულ ინტერესებს კომერციული საიდუმლოების გამჟღავნების კუთხით. აქ არ არის საუბარი კოკაკოლის ქარხანის აშენებაზე, რომ რაღაცა კოკაკოლის რეცეპტი დავიცვათ. აქ არ არის საუბარი Nvidia-ს რაღაც ისეთ პროექტზე, რომ მათი რა ვიცი ჩიპის ეს სასწაულებრივი დარც გვინდა რა, ის არ გვაინტერესებს რა მასალი დააშენებენ, ხო? ხო და შეუძლებელია შეუძლებელია სამშენებლო კომპანიას კონდეს რაიმე ისეთი კომერციული საიდუმლო, რომელიც არის მისთვის ექსკლუზიური. ესენი არც მარსიდან ჩამოტანილი ცემენტით ააშენებენ ამ ყველაფერს და არც რა ვიცი ვენერადან ჩამოტანილი ტრაქტორებით მოხდება სამუშაოების წარმოება. აქ კომერციული საიდუმლო ფიზიკურად ვერ იქნება იმ სახით, რა სახითაც შეიძლება ჩვენი კანონმდებლობით ეს გასაიდუმლოვდეს. ამიტომ ყველანაირად ლეგიტიმურად, კანონიერად და ელემენტარული საღი აზრითაც ამის გასაიდუმლოვება ემსახურება ერთ რამეს. ნამახვან ჰესის არ იყოს, მაშინ პირობები გამჟღავნდა და ჰესების მომხრე არ თუ მოწინააღმდეგე ყველა ამბობდა, რომ ეგ პირობები იყო უსამართლო და არასწორი. ყველა ამბობდა ჰესის მომხრე ადამიანებიც კი გამოცდილება ეუბნებათ რომ პირობებს თუ გაასაჯაროებენ მიიღებენ დიდ წნეხს ხალხისგან და დარწმუნებული ვარ ნამახვანზე 100-ჯერ მეტად ცუდი პირობები აქვს აქ ჩადებული ამიტომ უბრალოდ არ უნდათ რომ ხალხმა გაიგოს რა პირობებზეა საუბარი და რაღაც სისულელეებს და არა ლოგიკურ არგუმენტებს გეუბნება ჩვენი უძრავი კითხვა ხო მარტივესია რას ვდებთ რას ვიღებთ, როდის ჩაიდება ეს ფული, რა პერიოდში და მიწა მერე ბოლოს დარჩება შეუძლია თუ არა ეს მიწა გაასხვისოს და ასე შემდეგ. ანუ უმარტივესი კითხვებია, რომელიც როგორ შეიძლება ვიღაცისთვის საფუძველი გახდეს სხვა ხელშეკრულების ჩაშლის, ვერ ხვდები. ისეთი რაღაც დეტალი თუ მაინც და მაინც არ უნდათ, რომ ამდენ ფულს დებენ საქართველოში და უანგაროდ გვაძლევენ ამდენ ფულს, ეს რაღაც პატარა დეტალი შეიძლება გაიტანონ და ის გაასაიდუმლოონ. ეგეც არ არის პრობლემა. სინამდვილეში არაფერი არ ვიცი ჩვენ ამ ხელშეკრულების შესახებ. ეგეც შეეძლოთ რომ რაღაცა. თან პირიქით არის თუ ეს კარგი პირობებია. პირველები იქნებოდნენ ვინც იყвирებდნენ ამაზე. აი იმდენად ტყუილია ანუ რაღაცა პატარა ტრამპს რო ხელი დაუქნიეს, იმან პრეზიდენტმა თუ სხვას უქნებდა ის კაცი ხელს. ეხო ამან რო ამასაც კი თავის თავზე იწერენ და ეხლა ისინი ამბობენ რომ ისეთი ხელშეკრულება დაუდეს არაბულ კომპანიას, რომელიც საერთოდ არ ქონია და სხვაგან კიდე გაუფუჭებს რეპუტაციას რომ ესე დათანხმდნენ ესეთ რაღაცებს და ამას არ აშგარებენ ვარიანტად. თან წარმოიდგინე, ანუ ეს ინვესტიცია ხო დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ენდობა მყიდველი რომ იყიდოს ბინა. და თუ ეგეთი კარგი პირობებია ინვესტორისთვის მათ შორის ის პირიქით მის ინტერესში იქნებოდა რომ ეს პირობები გაასაჯაროოს რომ უცხოელმა თუ ქართველმა მყიდველებმა დაინახონ რომ რა კარგი პირობები აქვს ინვესტორს და ეს პროექტი უეჭველად შედგება. ნაცვლად იმისა რომ დაეჭვდნენ გასაიდუმლოების მეშვეობით ეს პროექტი შედგება თუ არ შედგება თუ საერთოდ რა მოხდება. ამიტომ თვითონ საქმიანობა ისეთი რომლის ინტერესშიც იქნებოდა პირველ რიგში ამ ხელშეკრულების გასაჯაროება. ერთ-ერთი მიზეზია რატომაც ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა. როდესაც ეს ყველაფერი იცის ზოგიერთი პარტიის ბიზნესმენმა ხელმძღვანელმა და მისი პარტია ამ თემით მაინც სპეკულირებს, შეუძლებელია არ გავიხსენოთ თუ რამდენად ძიმეა უცხოელი აგენტის ხვედრი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მზად ვართ უპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება განაშენიანების გენერალურ გეგმას, ის დამტკიცდება ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ გამჭვირვალედ კანონით გათვალისწინებული ყველა სტანდარტული პროცედურის დაცვით. ბოლო 2 კვირის განმავლობაში რამდენი მუნიციპალიტეტის რამდენი თანამშრომელი დაიჭირეს კორუფციულ ამბავზე? ხო, და იმათ შევთანხმებდნენ. ამათთან შეთანხმდება უცილად. და შეგახსენოთ 3 წლის წინ გაშენილი ყალბი ქსენოფობიური კამპანია. ხო, ამას გავეცდით. ხო, ამაზე ვილაპარაკეთ გადავახდით ამას. ხო, ამბობს რომ რუსებზე ისევ საუბარი. 2022 წელს რუსების ჩამოსახლება რომ პრობლემა არ იყო, ამას გვიხსნის ახლა ქვეყნის პრემიერი.
და არც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეექმნებოდა რაიმე საფრთხე. საიდან არის კობახიძე? აჭარიდან არ იქნება? არ არის. თუ ავსები რაჭიდანაა. რაჭი. საკმაოდ ბევრი კითხვისმცემელი მოქალაქე შეიყვანა შესწავლაში სინამდვილეში არავით არის. ისტორიკოსი კობახიძე რო არ აქვია, დამოვიცდა, უბრალოდ დამოვიცდა. მეც არ მოხდა. ესაც უბრალოდ იგივე სპირტები ხშირად ჩვენი ჯობია მეთქი. ხშირად საუბრობს მაგაზე. ორი კობახიძე, ორივე რაჭველი და სხვადასხვა მხარეს. და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუწევს. და ბოლოს შეჯამება. ერთი მხრივ არავით არის არაბიზაცია, არავით არის მიწის გადაცემა უცხოთომელებისთვის, არავით არის მანიპულაციები ინვესტიციის განგარიშებისას. მეორე მხრივ 24,000 სიტყვაზე მენდეთ, ეგ უნდა თქვას. ბოლოში სიტყვაზე უნდა ვენდოთ უბრალოდ. 8,000 მუდმივი სამუშაო ადგილი, დამატებით 11 მილიარდი საქართველოს ეკონომიკაში. წელიწადში დამატებით 700 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში. უმაღლესი სტანდარტების განაშენიანებული სივრცეები ბრძანესა და გონიოში. ახალი შესაძლებლობები ტურიზმის განვითარებისთვის. არავითარი ფინანსური ვალდებულება, ფინანსური გარანტია ან არასტანდარტული პირობა პარტნიორ კომპანიასთან მიმართებით. ამაზეც არავითარი ფინანსური გარანტია ან არასტანდარტული პირობაო, ამაზე სიტყვაზე უნდა ვენდოთ ადამიანს, რომელიც გახარიას აქებდა, რომ მთელ მსოფლიოში ცივილიზაციაში ყველაზე მაგარი პრემიერიაო და ეხლა აგენტ ეძახის. ღარიბაშვილზე ამბობდა, რომ ესეთი თავდაცვის მინისტრი და ესეთი შსს მინისტრი და ორგზის პრემიერი აყოლია საქართველოსო და ეხლა კორუფციის ბრალდება აქ წარდგენილი. და 1000 სხვა რამ, რასაც ეს ადამიანი ამბობდა და მე სრულიად საპირისპირო გააკეთა. ადამიანი, რომელიც ამბობდა, რა დიდი როლი აქვს გერმანელებს საქართველოს მშენებლობაში შეტანილი და ეხლა გერმანიის ელჩს ეძახის 1000 რაღაცას. Deep State-ის და კიდე სხვა ეხლა. სხვა მსხვილი კომპანიებისთვის ჩადონ მასშტაბური ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში. როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ამხელა ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოთომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ ასე აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ. თუმცა მთავარია სიმართლე და ვფიქრობ ასეთ პირობებში მთავარია სიმართლე, ეს მაგარი მესიჯია, მთავარია სიმართლე. მშვიდობა და განვითარება საქართველოსთვის და ქართველების უკეთესი მომავლისთვის. პროექტის საქართველოს ოღონდ აქ საქართველოსთვის გულისხმობს ბიზნესთვის და ქართველებისაში გულისხმობს ქოცურ ელიტას. ხო, სამწუხარო რეალობა ეს არის ფრაზა, რომელიც ამ კაცს უწერია სიმართლე, რაც არასდროს ახლოს არ ჩაულია. არ ვიცი მე წინა ცხოვრება შეიძლება, მაგრამ ამ ცხოვრებაშიც ეს კაცი პირადად აკეთებდა სიმართლესთან არასდროს არ ჩაულია. ამ თვითონ ვიდეოში გარდა ფაქტებს რო გვატყუებს, მაგას რო თავი დავანებოთ, ისე დემაგოგიურ რაღაცებს გვატყუებ, რომ აი სიმართლე რო წერია, უბრალოდ სიცხვილია. ხო და თქვენ მეგობრებო, ვინც ეწინააღმდეგებით ამ პროექტს ან არ მოგწოთ ან კითხვებს ვამთ, ყველანი აგენტები ხართ. აი როგორი ირონიულია ხანდახან ცხოვრება. ის ადამიანები, რომლებიც აგენტებს შეიძლება გვეძახდნენ, ეხლა კობახიძე მათ ეძახის, ხო, დაპირისპირებული, ეხლა კობახიძე ეძახის მათ აგენტებს. ეგ სხვა შორის ხო, ისევ და ისევ წესი არის ავტოკრატიის, რომელიც დიქტატურისკენ მიდის, რომ თავის გზაზე ყველა თავის სიანს ადრე თუ გვიან რაღაც მსხვერპლს ახდევინებს. ამისთვის ყველას ურჩევდი ცხოველთა ფერმა გადაეკითხოთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საყვარელი წიგნია და საუბედუროდ ამ წიგნის განხორციელებას ახერხებს როგორღაც კი და ერთი რამე მინდა კიდე თქვა, აი კონსტანტინე ზარნაძე იყო და ბევრი კოცი იყო, რომელმაც მსგავსად манипуლაციური არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ეხლა ეს ადამიანი რო დებატებში არ დაждდება, ეს კი ბატონო გასაგებია, მაგრამ რატომ არ ხდება ისე, რომ ეს ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდა კოცები, უარს ამბობენ, დაждდნენ და იდებატონ ჩვენთან მათ შორის პირველ რიგში, ვინც ვეწინააღმდეგებით ამ პროექტს და ვეწინააღმდეგებით ზოგადად აი ამ რეჟიმს. ამას არაკეთებენ ერთი მარტივი მიზეზის გამო, როგორც ჩვენ ახლა განვიხილეთ ბატონი უძრავი ქონების აგენტის მიერ ნათქვამი ტყუილები, ისე მარტივად აღმოჩნდება პირდაპირ ეთერში, რამდენ ტყუილს გვეუბნებიან და რამდენ ტყუილს ეუბნებიან ქვეყნის მოსახლეობას და თავისი აი ამ მთელი საქციელით კიდევ ერთხელ შეურაცხყოფას აყენებენ ამ ერს. ამიტომ ამაზეც მინდა დაფიქრდეთ და თუ კი ვინმეს აქვს მაგის თავი, რომ დაждდეს და პირდაპირ ეთერში ან თუ გნებავთ ჩანაწერით, ეგეც არ არის პრობლემა, ნებისმიერ ადგილას ვისაუბროთ ამ საკითხზე. ჩათვალეთ, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ ადგილას. გელოდებით. ვადასტურებ მეც, დიდი მადლობა რომ გვისმენდით. წარმატებებს გისურვებ და ჩვენ ქვეყანასაც უსურვებ წარმატებებს და შევხვდებით ასევე სხვა ვიდეო მიმართვასა თუ ლაივში. გამარჯვება ჩვენ ყველას, გამარჯვება საქართველოს.